მოგესალმებით, ჩემო ძრუფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, არა აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ და მას წარმოთქვით მისი სახელი და გვარი და ვნახოთ გრძნობა, ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოესი 2-3 თვის ტენდენცია. მას ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია გადავხედოთ. ნახოთ რა ხდება მის თავს. ცდილობს მაქსიმალურად სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს. მის ცხოვრებაში რაღაცა ერთი ციკლი დაიხურა და ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. აწუნდაწუნის რეჟიმშია რასაკვირველია და ცდილობს მაქსიმალურად საღიგონებით, ცივი გონებით მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც პირად ურთიერთობებს უკავშირდება და რაც ფინანსებს უკავშირდება. ფიქრობს, რომ აი ამ ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები ბევრად სამართლიანი იქნება და ნამდვილი იქნება, რაც მოუტანს ჰარმონიას მის ცხოვრებაში, ანუ ყოველი თვალსაზრისით. ნახეთ პირადი ურთიერთობები, ფინანსები და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ცდილობს რაღაცა ძველი ჩაკეცოს, ჩახუროს და ახალი ნაბიჯები და ახალი ეტაპი დაიწყოს მის ცხოვრებაში. კი ბატონო, მზე მოდის, ძალიან დიდი სითბოს ენერგია. საკუთარ თავთან ძალიან დიდი ხანია ჭიდაობა და კონფლიქტი აქვს და ცდილობს აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. მისი ხელახლა დაბადება უნდა მოხდეს. აუცილებლად აღნიშნავ იმას, რომ თუ მაქვინმეს აქვს წმენდის რიტუალები ჩატარებული და აი ეს ენერგეტიკული თვალსაზრისით ხდებოდა მისი გასუფთავება, დამერწმუნოთ, რომ აი ნახეთ, თავიდან იბადება დედამიწაზე სამყაროში, არ ვიცი. ხელახლა აღდგენა უნდა მოხდეს ამ ადამიანის რესურსების, ენერგიის და სიცოცხლის თუნდაც, იმიტომ რომ უზარმაზარი სითბოს ენერგია მოდის და პატარა ბავშვის ენერგიას ნიშნავს ხელახლა დაბადებას და მობრუნებას ამ ქვეყნიური ენერგიებისკენ. მოკლედ, ჩემო ძრუფესებო, აქ ადამიანი თუ არის პირად კი ბატონო, აქ აღნიშნავ იმასაც აუცილებლად, რომ ის აუცილებლად შესაძლებელია ქორწინებაში იყოს, მისი სტაბილური პარტნიორია გვერდით, თუ თქვენ სამკუთხედში ხართ, მაშინ გეტყვით იმას, რომ ეხლა რაღაცა სტაბილურობის ნახე გადალაგებას ცდილობს, იქ უნდა შეინარჩუნოს ეს ურთიერთობები. თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ გეტყვით იმას, რომ თქვენთან შეეცდება ამ ენერგიების მოპოვებას, უფრო სტაბილურ ურთიერთობაზე გადაყვანას ურთიერთობის. აქ არის რაღაცა სიტუაცია, რომელსაც ვერ უშვებთ, ნახეთ, ეგოიზმი აქ ჩართული, გულში აქ ჩაკრული და ფიქრობს, რომ ეს მისია, მისი საკუთრებაა და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. მოდი ვნახოთ ახლა თქვენზე კონკრეტულად რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენზე? აქ ფიქრობს, რომ ყველაფერი დასრულებულია. აქ ფიქრობს, რომ ღმერთებო. აქ ფიქრობს, რომ თქვენ მაგიურად მოქმედებდით მასზე, აუცილებლად ეს ფიქრი აქვს მას, თითქოს ცდილობდით მის მისაკუთრებას, ესეთი მომენტებიც არის აუცილებლად, ან მიაჩნია მას, რომ თქვენ ხართ მესაკუთრე და ფიქრობთ, რომ ის თქვენი საკუთრებაა, სხვათა შორის ცოტა ესეთი ცივი ენერგიები მოდის ახლა ფიქრებში. ნახეთ, აქ ხმლის ტუზი ამოვიდა ერთ სიტყვაზე, ერთ SMS, ერთ დღეში, ერთ წამს მიღებული გადაწყვეტილებები დასრულებისკენ რასაკვირველია ურთიერთობის, ამიტომ ცოტა ხისტი ენერგიები მოდის ან ფიქრებშიც კი მისგან. ჩემო ძრუფესებო, ფიქრობს, რომ ყუდიანი ქალბატონი ხართ, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ფიქრობდეს, რომ თქვენ აი მაგიურ ზეგავლენებს უკეთებდეთ. კარგი, გრძნობა რა აქვს? გრძნობა რა აქვს? გრძნობა აი ძალიან დადებითი ემოციები აქვს ამ შემთხვევაში. ფიქრი ცოტა ისეთია, ხისტია, მაგრამ გრძნობები ნამდვილად არსებობს, მაგრამ არის გაურკვეველი სიტუაციები და ნახეთ შებოჭებები ურთიერთობებში, შეზღუდვები ძალიან ბევრი ამ ურთიერთობებში, თუმცა ემოციის თვალსაზრისით აქ ძალიან კმაყოფილება ჰქონდა თქვენთან ურთიერთობაში და აქვს რატო წარსული, რატო საუბრობა არ ვიცი, აქვს ეს ემოცია, რასაკვირველია, სხვათა შორის დაკვირვების არეალიც ხართ მისი, სუინტერესდება თქვენი ცხოვრებით, თქვენი ნაბიჯებით, თქვენი მდგომარეობით, როგორ გამოიყურებით, სად ხართ და ასე შემდეგ. ინტერესი ძალიან დიდია თქვენს მხარეს, მათ შორის ემოციური ფონიც არსებობს, ნამდვილად არ უარყოფ. იმიტომ რომ აქ თასები ამოდია, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ბევრ თქვენთაგანთან აქ მაგიური ზეგავლენების გამო არის კრიზისი ურთიერთობაში, რომელსაც ეხლა გადიხართ, იმიტომ რომ ამ ადამიანზე ნამუშევარია, კი ბატონო, აღმოჩნდით манипуляციების მსხვერპლი манипуляცია, მრავალმხრივი გზით შემიძლია განვიხილო, ამიტომაც აღმართა კედელი უზარმაზარი თქვენს ურთიერთობაში მამაკაცმა, იმიტომ რომ ბევრ თქვენ პარტნიორზე მისი სტაბილური ქალი, ეს არის იმპერატრიცა, მეუღლე, შვილების დედა და ასე შემდეგ, თუ მსგავს სიტუაციაში არსებობთ, იმიტომ რომ აუდიტორია ძალიან დიდია და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი, აუცილებლად მოხდა მისი მხრიდან მასზე მაგიური ზეგავლენები. ჩემო ძრუფესებო, იმიტომ რომ ქალს სურს აი ამ ამღვრეული ნაპირების, მშვიდი ნაპირისკენ გადანაცვლება და აუცილებლად ხელმძღვანელი თვითონ მამაკაცი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ვისთანაც სამკუთხედიან, ვისთანაც არ არის, მიანიჭებთ ამას უპირატესობას, ვისთანაც სამკუთხედია, გეტყვით იმას, რომ აი მესამე პირებისგან ხდებოდა მასზე მაგიური ზეგავლენები, ამიტომაც მოხდა ურთიერთობაში ეს უზარმაზარი კედლის კი ბატონო, თუ არის ენერგია, ზუსტად ამას მიანიშნებს იმპერატორი. ამიტომაც არის ახლა არჩევანის წინაშე და
ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია რა და როგორ გააკეთოს. რა კი ესეა, მოდი ვკითხოთ ნაბიჯები უახლოეს პერსპექტივაში, რა იქნება ნაბიჯები უახლოეს პერსპექტივაში. რა იქნება ნაბიჯები უახლოეს პერსპექტივაში? ნაბიჯები აუცილებლად იქნება, ძალიან აქტიური გახდება სხვათა შორის, მოითხოვს აუცილებლად ერთ შანსს კიდევ ამ ურთიერთობის აღსადგენად, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი სექსუალური მიჯაჭვობა, სხვათა შორის გავხართ კიდეც ერთმანეთს, განსაკუთრებით ძალიან კარგად ეწყობით ამ თვალსაზრისით, ინტიმის თვალსაზრისით შემიძლია განვიხილოთ და არა მარტო, აი ძალიან გავხართ, შეიძლება ერთი ჰოროსკოპი იყოს, შეიძლება ხასიათები ძალიან მსგავსება იყოს, შესაძლებელი უბრალოდ ძალიან კარგი იდეალური შერწყმა იყოს ურთიერთობის ორი პარტნიორის, ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანის გამოჩენა უახლოეს პერსპექტივაში, სატელეფონო ზარი, SMS-ი, შეტყობინება და მერე უკვე რაღაცა შეთანხმება შეხვედრაზე. იმასაც აღნიშნავ აუცილებლად, რომ თუ გზა გაშორებთ სხვათა შორის ამ გზის გამოვලාსაც გეგმავს, რაღაცნაირად განიხილავს, იმიტომ რომ თქვენს გზას მიჩერებია და მაინც კი ბატონო, აი ფორტუნას თითქოს დროს და მომენტს ელოდება, აი სამყაროსგან რაღაცა მინიშნებებს, სამყაროსგან რაღაცა ძალას იმისთვის, რომ იმოქმედოს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, კი ბატონო, ეს თქვენი კარმაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ კიდევ გაქვთ რაღაცა გასავლელი პერიოდი. აქ გამარჯვებები თქვენს მხარეს არის, რაც არ უნდა ხდებოდეს ეხლა, ამიტომ ცოტა დრო მიეცით, ცოტა დრო. აი ეს მიჯაჭვულობები არაჯანსაღი მიჯაჭვულობები, რომელიც ადამიანზე არსებობს სამწუხაროდ დღემდე არის და ეს ცოტა უქმნის დისკომფორტს ურთიერთობაში, ამიტომაც არის გაწოლილი და ცოტა ხანი მიეცით დრო საშუალება იმის, რომ მოვიდეს გონზე და მიიღოს გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ აქ ადამიანის მკაფიო მოქმედება აუცილებლად იქნება უახლოეს პერსპექტივაში. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ძრუფესებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.